პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით პასუხობს ვლადიმერ პუტინის სიტყვებს, რომელთა მიხედვითაც რუსეთის პრეზიდენტმა დარწმუნებით თქვა, რომ მომავალში უკრაინას მეზობელი სახელმწიფოები დაანაწევრებენ და კიევი ადრე თუ გვიან დაკარგავს დასავლეთით მდებარე მიწებს. ამ პროცესში კი ჩართული იქნება ვარშავაც. ჩვენ კატეგორიულად უარყოფთ ვლადიმერ პუტინის ცრუ განცხადებებს უკრაინის თითქოს და დანაწილებისა და ამაში პოლონეთის სავარაუდო მონაწილეობის შესახებ. ეს არის მოკავშირეებს შორის განხეთქილების დათესვის ცინიკური მცდელობა. პოლონეთს არასოდეს ჰქონია არ აქვს და არც არასოდეს ექნება რაიმე ტერიტორიული პრეტენზია უკრაინის მიმართ. ჩვენი პოზიცია უცვლელია. ჩვენ სრულად უჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. რუსეთის დეზინფორმაცია ვერ გადაიტანს ყურადღებას მოსკოვის სასტიკი აგრესიისგან. პუტინის მტკიცებით ის ტერიტორიები, რომლებიც ახლა დასავლეთ უკრაინის შემადგენლობაშია და მათ შორის არის ქალაქი ლვივი, იყო არც მეტი არც ნაკლები სტალინის საჩუქარი, რომელმაც მიწები არა უკრაინას, არამედ ერთიან სამოკავშირეო სახელმწიფოს გადასცა. მისი მტკიცებით 1, 2, 10 ან 15 წელიწადში ყველაფერი ისტორიულად თავის ადგილს დაუბრუნდება. პოლონური მხარის ვერსიით მოსკოვს აქვს მცდელობა მეტი ესკალაცია შეძინოს კიევსა და ვარშავას შორის ბოლო პერიოდში გაჩენილ გარკვეულ დიპლომატიურ თანხმობას, რომელიც სხვადასხვა საკითხით არის გამოწვეული და ნათელი არა მხოლოდ ამ ორი მხარისთვის, არამედ დასავლეთისთვისაც. რუსული მედია პერიოდულად და აქტიურად ავითარებს იმ ნარატივს, რომლის მიხედვითაც თითქოს ვარშავა დაინტერესებულია ქალაქ ლვივის პოლონეთის შემადგენლობაში შეყვანით. დასავლელი პოლიტიკოსების პოზიციით ნებისმიერი უთანხმოება ხელსაყრელია კრემლისთვის, რომელიც პერიოდულად ცდილობს პარტნიორი მოკავშირე სახელმწიფოები ერთმანეთს გადაკიდოს, მათ შორის ისტორიული წარსულის დამახინჯებითაც.